გამარჯობათ, მოგესალმებით. eSports-ში წარმოგიდგენთ Dota 2-ის Launch Cups ტურნირის სპონსორები არიან HyperX, Beeline და Flint-ი. შეგახსენებთ, რომ ეს არის LAN ტურნამენტის პირველი თამაში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან Wise Monkeys და Rage Against-ი. ეს არის Winners Bracket-ის ნახევარფინალი. გამარჯვებული გადადის Grand Final-ში, ხოლო დამარცხებული ვარდება Losers Bracket-ში. თამაში წავიყვანთ მე ირაკლი ყაველაშვილი და ჩემი პარტნიორი ლუარსა მაღლაკელიძე იგივე ვეგა. და დაიწყო უკვე, მოდით გადავიდეთ უშუალოდ ბანფიქსზე. პირველი ბანები Wise Monkey შემოგთავაზა Abaddon და Slardari, ხოლო Rage Against-მა უპასუხა Air Spirit და Ogre Mage. და პირველი პიკი სწრაფად მაგნუსი დაიფიკა Wise Monkeys-გან, Warlock-ით და Ember-ით უპასუხა Rage Against-მა, ხოლო ახლა ვნახოთ მეორე პიკი Wise Monkeys-გან. ძალიან საინტერესოა, რომ უკვე მაგნუსი მიცეს და მაგნუსი გვეყოლება დღეს პიკში. და ვნახოთ უკვე Wise Monkeys როგორ გამოიყენებს ამ პერსონაჟს. ხო, საინტერესო დაწყება იყო გუნდებისგან, აგრესიული პიკი Wise Monkeys-გან პირდაპირ მაგნუსი, რომელიც შეიძლება როგორც mid-laner-ი, ასევე off-laner-ი ვიხილოთ. ხოლო რაც შეეხება Rage Against, Warlock-ი, Ember-ი, mid-laner-ი გამოკვეთეს და Warlock-ი ალბათ მე-4 პოზიციის საპორტი, Rubik-ი. ეს უკვე ძალიან კარგია, როდესაც Warlock-ია მოწინააღმდეგე თიმში. დაბანეს Rage Against-მა დაბანა Juggernaut-ი, რა თქმა უნდა, მაგნუსთან ერთად ძალიან ძლიერი კომბო არის და ამიტომაც. ხო, ეხლა ვნახოთ Wise Monkeys მესამე ბანი, რაც შემოგთავაზებენ. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ გუნდებმა LAN ტურნამენტამდე ძალიან გრძელი და რთული გზა გამოიარეს და თითოეული გუნდი იმსახურებს ნამდვილად აქ ყოფნას დღეს. და ვნახოთ, ვიმედოვნებ, რომ შემოგთავაზებენ ძალიან კარგ თამაშს და თავის მაქსიმუმს დადებენ გუნდები. ამასობაში კი Rage Against-ისგან მე-4 ბანი Ursa. მესამე ბანი Wise Monkey დაბანა Trollworld-ი, ახლა Trollworld-ი, ახლა ველოდებით მე-4 ბანს, კი ბატონო. და ნახოთ, ცოტა დაფიქრდა Wise Monkeys მე-4 ბანზე. არც ერთი გუნდი არ რისკავს, რა თქმა უნდა, კარგად მომზადებულები და შეთამაშებული არიან დღევანდელი დღისთვის. ნახოთ მე-4 ბანი, უკვე reserve time-ში გადავიდა დრო. ფიქრობენ რა კომბინაციაში და Darkseer-ი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ჯდებოდა Rage Against-ის კომბოში, რომელიც მოაშორა Wise Monkeys დრაფტერმა და მესამე პიკი Rage Against-ისგან, Nature's Prophet-ი. Split push-ი გვექნება დღევანდელ შეხვედრაში. პირველივე რუკაზე და Monkey King-ი. მაგნუსთან, რა თქმა უნდა, ეს კომბოც შესანიშნავია უბრალოდ. კი, რა თქმა უნდა. და საშინელი ამავდროულად. Roameri გამოკვეთა უკვე Wise Monkeys-მა, Rubik-ი სავარაუდოდ მე-5 პოზიციის საპორტზე ითამაშება. ნახოთ, ძალიან Night Stalker-ი. ეს საინტერესოა. ეს უკვე საინტერესოა ჩემთვის, რადგან ეს მე-4 პოზიცია. ხო, იმიტომ Nature's Prophet-ი სავარაუდოდ off-lane-ზე იდგება. რაღაც ორივე გუნდს ფაქტია, რომ შემუშავებული აქვს სტრატეგიები, ესე უმიზესოდ Night Stalker-ს აქ არავინ არ იღებს. და ზემოთ რაც შეეხება ჯერჯერობით კაი წინაპირობაა იმისთვის, რომ ვომბო კომბოები ვიხილოთ. ბევრი თან. კერი პოზიცია დარჩა Rage Against და Wise Monkeys-საც ქორეები ყავს დასაფიქი, mid-laner-ი და შემოგთავაზებენ სავარაუდოდ. Mid-laner კერი. მოდი გამოვიცნოთ, Ember-ის წინამდე გვინ იქნება mid-laner-ზე. რავი, არც თუ ისე ცოტა გმირია, ვისაც Ember-თან კარგად შეუძლია გამკლავება mid-lane-ზე. ნახოთ, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თამაში და ის ტაქტიკები, რაც ონლაინ ტურნამენტზე აჩვენეს გუნდებმა, ეს არ იყო ბოლომდე გამომჟღავნებული მათი ძალა, ასე ვთქვათ და დარწმუნებული ვარ, რომ LAN-ისთვის ბევრად სხვა რაღაცეები აქვთ მომზადებული. რადგან ჩვენ უკვე ვიცით, რომ ძალიან კარგი დრაფტერი ყავს 4-ვე თიმს. Bristleback-ი. ეს Kerry Bristleback-ი იქნება. რატომ გადაწყვიტე?
არა, თავისუფლად შეიძლება მაგნუსი ვიხილოთ მიდლეინზე და ოფლეინერი ბისტულბექი, რა თქმა უნდა. არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად ხმარ რომ ეხლა ამ მეტაში კერი ბისტულბექს და რაც შეეხება ემბერისა და მაგნუსის დაპირისპირებას, თუ უკვე ესე ვიტყვით გადაჭრით. საინტერესოა, მეტნაკლებად თანაბარია სიტუაცია, მაგრამ მაინც მცირე უპირატესობა აქვს მაგნუსს, ჩემი აზრით. და ვნახოთ უკვე მეხუთე ბანი სლარკი ვიხილეთ Rage Against-ისგან 3 ქერი დაიბანა. ანუ აქაც ფიქრობენ რომ მაგნუსი წავა მიდლეინზე. კი. და ბოლობან შემოგთავაზეს Wise Monkey-ს, ჩემთვის საინტერესოა ახლა ამ ქერების არჩევანი, რომელიც Rage Against-მა დაბანა, რაზე მეტყველებს დაახლოებით. რაღაც რატომღაც Timbers ვამსგავსებ, თუმცა არ მგონია სეკრეტივით მოიქცეს Rage Against-ი, main carry Timberi და Tinkeri. ეს თავისუფლად შეიძლება Spectre, ეს უკვე სერიოზული განაცხადია. ვიხილეთ main carry, თუმცა Terrorblade-ს ველოდებოდი. და Timberi როგორც ყოველთვის 1-0 დღეს, რადგან გამოვიცანი Rage Against-ის carry, დიახ carry tricky ითამაშებს. Timberze, რა თქმა უნდა, სამი სლარკის და ურსას ბანი მეტყველება Timberze თავისთავად, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო მაინც რომ ასეთ დრაფტს გადაწყვეტდნენ Rage Against-ის მოთამაშეები და ნახოთ, ძალიან საინტერესოა. კი. და მოდით, როგორც ყოველთვის, ლუკა, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. მე ორივე გუნდის პიკი ძალიან მომწონს. აქ როგორც Timbers-ო ასევე Bristleback-ი ძალიან უკვდავი გმირი შეიძლება იყოს late game-ში და უბრალოდ რაღაცა ძალიან სასწაული team fight-ები გველოდება ჩემი აზრით. ხო, რა თქმა უნდა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არაკლასიკური დრაფტები არის, ძალიან განსხვავებული პიკები შემოგთავაზეს. და ვნახოთ, როგორ მოხდება ყველაფერი. დაირის Radiant-ის მხრიდან ითამაშებს Rage Against-ი. კი. ეს ტაუერები, კომპენდუმი, რაღაც საოცარი კომპენდუმი გადახურვას გავაკეთებ, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი კომპენდუმი ჯერ არ გამოსულა, როგორც შეეფერება TI-შვიდს. ეს იყო უდიდესი ბედნიერება. კომპენდუმები უფრო და უფრო კარგებია. და მოდი ახლა უცებ გავაცნოთ შემადგენლობთ Tricky carry პოზიცია მეგონა, carry emberi შეიძლება ყავდეს VO Night Stalker-ზე. Timbers-ო Wish-ი mid-laner-ი Timbers-ო შემოგთავაზეს, რაც განსაკუთრებულად ბევრად მაგრად გაუმკლავდება Embers, ვიდრე ბევრად მაგრად გაუმკლავდება Magnus, რა თქმა უნდა, საშინელებაა Magnus-ისთვის Ember-ა. და რაც შეეხება უკვე Wise Monkey-ს, Hoti, რა თქმა უნდა, Roamer-ზე, როგორც ყოველთვის, Smoke-ი ვიხილეთ. ახლა Cinderella Magnus-ზე, Magnus-ი off-laner-ია, როგორც ჩანს, Cinderella off-laner-ია. და ეხლა უკვე ძალიან აგრესიულ თამაშს აქვს ადგილი, პირდაპირ გასმოგდნენ, გატეხავს Warlock-ი, არა გადარჩნენ. თუ ეხლა Tricky ხედავს, რომ 5 კაცი მიემართება მისკენ, ტელეკინეზი, ვნახოთ, ძალიან დიდია დემიჯი, შეანელეს და First Blood ვიხილავთ და Bristleback-ისგან First Blood-ი. ბრავო. ეს უკვე კარგი დასაწყისია, Emberi აშკარად არ ელოდებოდა, იქ Warlock-ი იყო მაღლა, თუმცა სხვა მხარეს წამოვიდა Wise Monkey-ს. კარგად დაიწყო დღევანდელი შეხვედრა. რა თქმა უნდა, აგრესიულად დაიწყო. ხო. ძალიან საინტერესოა ლეინინგი. მიდზე Magnus სერიოზული პრობლემები ელოდება Timbers-ოვსგან. ქერებს რაც შეეხებათ, თავისთავად Free Farm-ზე იქნებიან Warding-ი, ნახოთ Radiant-ისგან. Bot lane-ი გაკონტროლდა, ხოლო დაირის ვარ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ map-ზე. უკვე დაიწყო, Mantic-ი უკვე თავის საქმეს შეუდგა. კურიერის სახით ხედავთ Hoti-ს. რა თქმა უნდა, ამას არ წამოეგება აქ არავინ კურიერი. ჩაირბინა ესე. ხო, Wish-ი, საკმაოდ საინტერესო Bristleback-ი დაუყენეს Wish-ს. უკვე, ეს გადაწყვეტილება ყველანაირ მოლოდინს ხდება და აჰარას ეს Wish-ი. Night Stalker-ის აქ არის. აქ არის შეიძლება ძალიან აგრესიული თამაში. შვენიერი 2-0, ბრავო. კი, Wish-ი მოკლეს, თუმცა საპასუხოდ Monkey King-იც მოკვდა. მაღლა გადავხედოთ ლეინებს, რა სიტუაცია გვაქვს სად. მაღლა ვხედავთ, რომ Spectre-ის წინააღმდეგ Nature's Prophet იდგას.
აქ მარტო არის ჯერჯერობით სპექტრი ნეიჩეს პროფიტის წინააღმდეგ, ხედავთ უჭი ჯერჯერობით ტიპიკალ სლიმს, თუმცა შედეგი გამოიღო სპექტრის მარტო დატოვებამ, მოაიზმან კი მოკლა ვიში. კი ბატონო. ვეო გადაიწია ტოპ ლეინისკენ. რუბიკის ადის ნელ-ნელა და ვნახოთ ქვედა ლეინსაც გადავხედოთ რა სიტუაციაა. ძალიან აწუხებენ ვიშს. ისე სერიოზული პრობლემები აქვს. ჯერჯერობით არმორი არ აქვს განვითარებული, მოგეხსენებათ ბრისლბექის ქუელ სპრეი ფიზიკალ დიმეიჯია და უკვე ცოტა გაუმარტივდება სიტუაცია, რაც შეეხება ტრიკის ჯერჯერობით ფრი ფარმზე არის, აი მაგნუს ემბერის დაპირისპირება მაინც ვიხილეთ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მიდლეინი. არც ერთი, თუმცა მაინც ნახეთ. Bristol Becks წესით და რიგით რამდენიმე ლეველში სერიოზული პრობლემა უნდა შეუქმნას. პრობლემები აქვს მელს, როგორც ჩანს, თუმცა ჰოტიტი აქვეა, თუ დაეხმარება 20x გადამოვიდა. შენელება ვეოსგან და კი, მოკლეს რუბიკი, თუმცა შეეწირება. არა, nature creep-ება მოკლეს მელი, კარგია და ამასობაში 20x მოკლა ჰოტიტიმ. ნუ აი ემბერმა პრობლემები შეუქმნა სინდარელას, თუმცა ვერ ეწევა, ნახო არა მოკლა მაინც. ნუ უკვე საკმაოდ აგრესიულად დაიწყო ორივე გუნდმა თამაში. ნახოთ რა ხდება, ცოტა მიწნარდა სიტუაცია. მიდლეინს გადავხედოთ, ძალიან საინტერესოა, როგორც ვიწინასწარმეტყველო ვიშმა უკვე დაიწყო ბრისლბექის დევნა. ნუ ძალიან რთულია strength win-ისთვის ტიმბერსოულსთან ლეინზე დგომა, მოგიხსენებათ. ნუ ჯერჯერობით თანაბარი თამაშია მიდლეინზეც და ასე ვთქვათ, კორპოზიციებზე ნეტვორკში და ლასტიტებში ჯერჯერობით ნუ სინდარელას რაც შეეხება ოფლეინერის კვალობაზე, იმას თუ გავითვალისწინებთ რთლილეინთან დგანან უმეტესწილად, მაინც შეძლებს კარგი ლეველის და ფარმის გამოტანას. ნუ ახლა კურიერ სნაიპი და ოლსნეიკმა მოკლა კურიერი, ბრავო. ძალიან კარგი იყო. თუმცა ვაიდმაკი სურდა რომ ეს კურიერი მაკიკინი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. სულილება გვაქვს ნეიჩეს პროფეტი შეცვალა იქ ნაიტსტალკერმა. ნაიტსტალკერზე პირიქით შემოუბრუნდა რუბიკს და ბადი ბლოკინგი. კარგი ტიპიკალ ბადი ბლოკინგი, მაინც დაეწევა მუსპიდია ძალიან. კარგი ჯუკი გააკეთა. ეს იქ სალვედალია რუბიკმა და ყველაფერი განიმუხტა, ვიში მიიწევს შრაინისკენ, როგორც ჩანს მაინც და ეხლა საპასუხობადი ბლოკინგი, სამაგირო ნუ ვეო არა გააცა. იგი აწევლეთ ეკინესი შეიძლება ვეო ტიპიკალ სლიმი კიდევ ერთ ბადი ბლოკს აკეთებს, თუმცა დალია ერთი სროლა კიდევ ერთი არ ეყო სამწუხაროდ. ნუ კარგი იყო რა თქმა უნდა. ისევ მიდლეინი 19-6-ზე 15-2-ზე. და რა ხდება? მანკი კინგი ჩამოსულია. ხოტიტი ორბო ვენომით და პოზიციაზე. ნუ სამი ლეველია სხვა შორის უკვე მეოთხე წუთიც არაუშავს. Monkey Kings ნახავთ მისგან კარგანგებს და რაც თავარია ვომო კომბოს მაგნუსთან ერთად. იმედია. ხო, რუნა regeneration-ი აიღო თუ არ ვწდები კოტიკმა. ნუ ლასტიტებში ხედავთ რომ ვიში და კოტიკიმბა ანუ ბრისლბექი ლიდერობენ და შემდეგ მოდიან safe lane-ერები ამ შემთხვევაში ემბერი და სპექტრი. ნახეთ თუ რამდენად კარგად უდგას ბრისლბექი იქ ტიმბერს. მოკლეს რუბიკი. კი, რუბიკი. ვერ მოვასწრებ ოსნაიკმა მოკლა მელი. ნუ ორივე გუნდს ძალიან სერიოზული როუმერები ყავს, ძალიან დიდი პრობლემის მომტანი. ნუ უკვე დაღამდა night time-ია, რაც უნდა აღინიშნოს. ხო, და სტალკერის აქ ხდება, ანუ ძალიან ხშირად არის ხოლმე და უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს პირველი. არა, სერიოზული პრობლემებია. ვიში, კოტიკი ძალიან დაიდაივა კოტიკმა გაეკიდა და არა, იყო რადიუსი ძალიან კარგი იყო, თუმცა ნეიჩეს პროფეტი გადმოვიდა, წინიდან სტალკერი მოდის, კოტიკა მოკვდება. ნუ ცდილობს, თუმცა არა. ოლსნეიკმა მოკლა ბრისლბექი. ნუ ვიშ როგორც ხედავთ სერიოზული პრობლემები აქვს იქ ნუ აცდა პირველი სკილი შოკვეივი ემბერს თუმცა მაინც არ დააკლებოდა და ეხლა ვიხილავთ კიდევ ერთ სოლო კილს ტრიკისგან ნუ აქ აზრი არ აქვს აბსორბის რადიუსი მოასწრებ კი მოკლავს თავისუფლად შეინები კი რუტი და მოკდა რა თქმა უნდა სოლო კილი ნუ ვიში ცდილობს იბრძვის გადარჩენისათვის, აი ნახეთ თუ რამხელად ემის უკეთებს. ერთ პირველ სკილში ტიმბერს, ნუ ვარლოკი მოვიდა. რა თქმა უნდა მიდლეინის შესაძერისად ბოთლი იყიდა ბრისლბექმა და მანაც ყოფნის.
თავისი სკილებისთვის. აგრესია სტალკერზე, თუმცა მას ვერავინ ვერ დაეწევა ნამდვილად. ღამე არანორმალური პრაქტიკულად შეუძლებელია. მიდისკენ კეთდება განკი, ნახოთ ბრისტლბექი აგრესიულად, ვარლოკიც აქ არის. დაბალი აქვს სიცოცხლე, ფურიონი გადმოვიდა, ვიშიც მისდევს, ჰოთი ადგილზეა, თუმცა ხილად უნდა იყოს ახლა ის. არა სამაგისტანი ჰოტისგან, თუმცა მაინც მოკტა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. ბრისტლი შეიძლება დაბლ კილი, ნახოთ, მისდევს, რეინჯი არ ყოფნის. ემბერი რემნატები ააცილა, თუმცა ვიშმა დაასრულა ემბერი. ძალიან საინტერესო ექშენია თამაში. კი, 7 წუთი არ გაცულა, 12 კილი. საინტერესოა ძალიან. სანახაობრივია ეს ყველაფერი. ჰოთი დაბრუნდება ხეებზე და შურს იძიებს აუცილებლად. სინდერელა ხედავთ, გადასულია უკვე ტყეში, ცოტა რა თქმა უნდა გაუჭირდა იქ ტრიკის წინააღმდეგ. ჯერჯერობით არ აქვს არპი. ჯერჯერობით არ აქვს. და სხვა შორის ვიშმა ბოთლი გაატანა კურიერს. ხო, ავსებს და აბრუნებს უკან. რა თქმა უნდა. ტრიკი 6 ლეველია უკვე მაგალითად. ხო, ტრიკი 6 ლეველია, როგორღაც გაასწრო მაგნუს. 7 კრიპით უსწრებს და სავარაუდოდ სწორედ ამიტომაც. ისევ მიდლეინი. ხედავთ, კარგად ფარმავს კოციკი. ასე ვთქვათ, აუტფლეი გაუკეთეს. აი აქ ნახეთ. შეტევა ვეოზე სავარაუდოდ დიახ, გაშვებულია დაგერი ასევე შიანელა ტიპიკალ სლიმი, კარგი თამაში ვეოზგან და კვლავ ვერ დაიწევიან ულტიმატური ასევე და შეიძლება უკან შეუბრუნდეს ეხა ვეო. შენელება მას აქვს, შენელება მშვენიერია და გაკეთებულია ფრაგი, ბრავო, რა კარგი თამაში ნეიჩეს პროფიტის. სპექტრია ძალიან სახიფათო სიტუაციაში. მანქი აქ არის დააზღვია სპექტრი. საინტერესო რაღაცები ხდება. ეხლა სპექტს დაეძებს სტალკერი, თუმცა უშედეგოდ გაიპარა იქ სპექტრი. აქ აგრესიული ვორდი. ვეო რა თქმა უნდა. ძალიან დიდი აგრესია, ჯერჯერობით Rage Against-ის როუმერი, Night Stalker-ი ჩაგრავს, თუ შევადარებთ ორი თიმის როუმერებს, Monkey King-ი ნაკლებად შედეგიანია ვიდრე Stalker-ი და ეხლა ტელეკინეზი ახლა არ ამგონია. უკვე დღეა და პრობლემები აქვს ვეოს. ვეღარ გაიქცევა ამ შემთხვევაში ვეო და ფრაგი სპექტრისგან. კარგია, რა თქმა უნდა, მისთვის როტაციები არის რაღაც საოცარი, ყველაფერზე რეაგირებს, მაგალითად Nature's Prophet-ი და პრობლემები აქვს Cinderella Love Story, თუმცა კარგი ივერმა არ უშველა, აი ახლა არა, გაიქცა. ვა, ბრავო. ძალიან კარგი. ვერ მოასწრო Old Snake-მა. ეხლა შეიძლება პრობლემები შეექმნეს პირიქით Old Snake, სპექტრი გადმოვა Hound-ით, სტანი ვიხილეთ და ვერ გაიქცევა, რა თქმა უნდა, Old Snake-ი. ვისი კილი ერთად ტიპიკალ სემსას რა თქმა უნდა. სტალკერს მისდევს აქ ბრისტლი. მოკლედ კოციკს ვერაფერი ვერ მოუხერხეს მიდლეინზე, რამდენი ბევრი ცვლილებებია ლეინებს სხვა შორის და საინტერესო სვლებია გუნდებისგან. მე არ მახსოვს როდის ნახე ბოლოს მიდლეინერი ბრისტლბექი. მიდლეინერი ბრისტლბექი მე მგონი კიო მეიჯერზე იყო შემოთავაზი. ზუსტად პრობლემა ბრისტლბექს, თუმცა დაიხიეს უკან რამხელად აკეთებს, რამხელას. 8 ლეველია, მოკლა მისი ძალიან გართულდება უფრო და უფრო. დააღამა სტალკერმა რაღაცა მზადდება მაღლიდან უბლის, თუმცა არა გაბექა, ძალიან დაბალი აქვს სიცოცხლე. ამ სიცოცხლე ბრისს არ მიუახლოვდება და ახლა ვნახეთ პროფეტი გადმოდის, კარგი სკევერი დააღწია თავი, თუმცა მისდე არა შესანიშნავად ჩასვა ტრიკი ლოვონო უახლოვდება. შეინები იქნება სავარაუდოდ და კიდევ ერთი სიტუდილის Cinderella Love Story. ლინკს ფრი ტრიკისგან და ახლა ისევ პრობლემებია. ვიში გაეკიდოს, უნდა კოციკა, რა თქმა უნდა, შენელება არის დალია. მაგრამ ძალიან დიდ ჩარჯზე ქონდა. ამოვიდა ლონო დაჰილა. რამდენჯერ გადაირჩინეს სტიკით თავი უკვე. სპექტს როგორც ვეოს პრობლემები მელი უკნიდან ვეოზე ტიპიკალ სლიმი უნდა გაიცეს თავისუფლად მელის გადარჩება, რა თქმა უნდა ტელეკინეზი მაინც დაზღვევისთვის და ასე დაშორდებიან მოთამაშეები ერთმანეთს. უფცაკ შეტევა კიდევ ერთი შენელება შეიძლება შემოვრდეს ვეო, თუმცა დილა არის დაადო, მას ასევე უნდა ტიპიკალ სლიმ პრობლემები აქვს. ვეო ძალიან აგრესიულად თამაშობს, არიშინი არავისი. არა, ჰოტიცი უკვე ახლოს არის და საუბრად ვერ გადარჩება Bounce Strike, უნდა ვიხოთ კარგი Bounce Strike და მოსულა Cinderella Love Story და არის. Nature's Prophet კილი. Ultimate-ზე რამდენი აქვს დარჩენილი თუ შეიძლება რომ ნახოთ? არა. შეიძლება და სპექტრის მოკლა ამ სიტუაციაში. ლასტიტებს გადავხედოთ ზუსტად თანაბრად არიან ბრისტლი და ტიმბერი, შემდეგ მოდიან სეიფლენერები, შემდეგ ოფლეინები, იერარქიულადაა დაწყობილი ყველაფერი. კარგად და უკვე დროა ნეტვორკზე გადავიდეთ, ვიშისგან. ნეტვორკში ხედავთ პლუს 2000-ში არის Rage Against-ი. ხო, ხედავთ მაგლა ნეტვორკს, ნახეთ კიდევ ერთხელ უკვე შეიძლება დააიოს. ვიში ატოდ დაბრუნდა უკან.
ნუ რუბიკი გადმოდის, მაგრამ მოკლა სოლოზე მოკლა, ძალიან დიდი კილი ვიშისგან. ნუ ეხა ამ ჰარასინგს აზრი არ აქვს, ეს ტიმბერია, რა თქმა უნდა. ნუ დროული რეაგირება უნდა მომხდარიყო ვაიზმანკისგან ბრისლის გადასარჩენად. ნუ ახსენეთ ჩვენ რომ ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქია სტრენგს გმირებისთვის ტიმბერი, აქ ტაუერის გაფუშვა შეეცადა ტრიკი. მას პრაქტიკულად თუ არ ვხვდები უკვე ბუცათრეველი აქვს დამთავრებული. ვიში early game-ის ასე ვთქვათ პირველი წუთების შემდეგ უფრო უკეთესად გზნობს მე მგონი თავს. კი, რა თქმა უნდა. ტიპიკალ სლიმი შეტევა ტრიკიზე, თუმცა ჩეინებით რა თქმა უნდა შეჩერებული იქნა. კარგად. მოდი ნეტვორკზე გადავიდეთ უკვე ლასტიტები აღარ გვაინტერესებს ამ სტადიაზე. და პირველ თაუერს ალბათ შეირგებს რადიანტის თიმი. ნუ ლიდერობს ვიში და მოყვება მას ტრიკი. ნუ თუმცა დიდი განსხვავება არ არის 4000 ზემოთ არიან კორეები. და მანქი მოვიდა, ვნახოთ რამდენად შეუქმნია საფრთხეს. ნუ ჩაკრამი სერიოზული დემიჯი, იქ პროფეტი წამოეხმარა და არაფერი არ მოხდება აქ. ნუ უკვე ძალიან კარგად გზნობს ვიში თავს. მაღლა კი ფუში ნეიჩერს პროფეტისგან. კი, გაიტანეს თაუერი, 1-0 თაუერებში რეიჯინგის სასარგებლოდ. და იქ რა ხდება? ნაისტალკერი მისდევს. ჰოტიტი ხსნის იგი ულტსნეიკი პრობლემა. თუმცა მოკვდება მაინც ულტსნეიკი, გოლემები ასევე. ვენიერია კოტიქს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ტიპიკალ სლიმსაც შეექმნებოდა ასევე -2 და ტიპიკალ სლიმი გადარჩა. მოდი ვაღიეროთ. ნუ ძალიან დიდი დემიჯი შემოიტანა ვარლოკმა გოლემებით, რა თქმა უნდა. აქ ხედავთ რომ ტრეველი აქვს უკვე ტრიკის. ნუ ძალიან დიდია აგრესია. კარგი ვარდინგი დაირისგან დეფენსივ ვარდები და ახლა ჰონტი მინდა იჭირეს რუბიკია ეს თუმცა გაიქცევა და ძალიან დაბალი სიცოცხლე აქვს ვეოს ნახო თუ მოახერხებს ვინც რო სპექტრი მარტო არის არავინ არ ეხმარება და სამი კაცი არის თაუერის უკან აქ უნდა მოხდეს რაღაცა რა თქმა უნდა ბრისლი გადმოვიდა მისდევენ მანქის ზემოდან მაგნუსი ნახოთ არპის ვიყილავს კივერის უნდა გაეკიდოს რა თქმა უნდა ვიში ცდილობს ბექგრაუნდიდან დემიჯის შეტანას ჰეისტი აქვს მაგნუს არ გაუშვებენ აქ რა თქმა უნდა Old Snakes და აი ახლა რა თქმა უნდა სკივერი და დაბლ კილი სინდარელასგან ეს უკვე ძალიან დიდი ბონუსი არის. ნუ ვიშმა დროზე დატოვა სიტუაცია, ეპიცენტრი და გადარჩა. ნუ ეს უკვე კარგი პასუხი იყო მიდლეინზე მომხდარი ფაიტის შემდეგ. კი, კარგია. ნეტვორკში განსხვავება დიდი არ არის, კვლავ დაძაბული შეხვედრა გვაქვს, მელის პრობლემები კვალ ვეოსგან შენელება, ვეო მას მისდევდა დადებულია ურნა პრობლემები აქვს რუბიკ, თუმცა უკრინდან კოციკი კარგია. ბრავო. ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიან ერთმანეთს გუნდები. ნუ იმდენად დიდია აგრესია რომ ამას არ ცოლოდი ნეიჩერ პროფეტი ადგილზეა რუტი რა თქმა უნდა ჩაკეტავენ ტიპი აუტი ნახოთ თუ მოასწრებს არა ვერა დომინეიტინგ სტრიკი ტრიკისგან ნუ ვიში ხედავთ მარტო იბრძვის იქ ნუ უკვე ჯინგუმასტერი გააქტიურდება და დიდი დემეჯის მიყენება შეუძლია მაკიკის ნუ ვეღარ ინძრევა იმდენი სლოუ ადევს თუმცა მაინც არჩიეს მოთამაშეებმა უკან დახევა დაბლ დიმეჯი დევს იქ თუმცა არავის არ გამოადგება რადგან რაით კლიკერი მხოლოდ სპექტრი და მეტწილად მეტნაკლებად ნეიჩერს პროფეტია თამაში. ოლსნეიკმა გაიტანა უკვე მეორე თაუერი. რა თქმა უნდა. უკვე ბოთომ ლეინზე. თავის საქმის რა თქმა უნდა მშვენივრად ასრულებს ჯერჯერობით ეს პიროვნება. ოლსნეიკი რა თქმა უნდა არ მოასვენებს აქ. არა რა თქმა უნდა. და არც უნდა მოასვენოს. თორე მაგნუსი რო დაგესიყიდიც უკვე იქ სერიოზული ვიში ლიდერობს და ზუსტად მიყვებიან მას ემბერი და ნუ ნახეთ რომ რეიჯ ეგეინსტი გაიჭრა ნეტვორკში წინ 6000 აქვს 3 კორს ნუ შემდეგ მოყვება ვაიზმანკის 3 კორი პლუს 4000-ია ნეტვორკში ხვაობა ნუ აგრესია ვიშზე გაანელა სპექტმა მისდევს ბრისლი და ნახოთ რა თქმა უნდა მოახერხებს აქედან გასვლა თუმცა მაინც აგრესიას იჩენს არა თაუერის ქვეშ არის უკვე და 4 კაცია ვაიზმანკისგან მიდლეინზე ნუ ემბერი და ნეიჩერს პროფეტი ხედავთ თუ ერთი წამითაც არ ცდებიან თავიანთ საქმეს და ფუშავენ. ხო, დროს არ კარგავს, რა თქმა უნდა, მიძეა ფაითი, ნეიჩერს პროფეტი კი ამ დროს ფუშავს უკვე თოპს. ნუ მოკლედ, მაგრამ ტრიკისაც ხო, ტრიკისაც შეუულია თავისუფლად, ნუ მოკლედ ფუშ პოტენციალი ძალიან დასწრით ფუშ პოტენციალი რაღაც ასწაულია. თუმცა ვეომ გაწყვეტა სმოუკი.
და ნახოთ თუ დაიჭერენ. ქვემოთ ფურიონი გადმოვიდა და მოკვდა რუბიკი. სამწუხაროდ გამოგვჭა ეს მომენტი. მიდლეინი დაეცემა რა თქმა უნდა პირველი თაუერი. და ჰაუნდი სპექტრისგან მისდევენ აქ ნაისტალკერს და რა თქმა უნდა მოკვდება იოლიკილია ეს. თუმცა უპასუხოდ არ ტოვებენ ამ ყველაფერს რეიჯ ეგეინსტი და გადადიან უკვე შეტევაზე. ვიში ნახოთ ჩაკრამი ვერ გაარტყა და მოახერხებენ. და თუმცა ტრიკი არის შემოსული ძალიან აგრესიულად ნახოთ. და გამოაღწია რემნანტი თავით, თუმცა მოკვდა მანკი კინგი, ვიში და აქ მოიმწყდიეს ემბერი, 4 კაც შორის არის ძალიან დიდია დემეჯი. სპექტრი მოდის, თუმცა კი მოკლეს იქ ფურიონი და ვიში ეხლა 4 კაც შორის არის მოქცეულ თუ რამხილად იმეჯია ხედავთ. მაგნუსი მოვიდა და -2 რეიჯ ეგეინსტვისთვის არ იყო. არა გადახარჯა, ხო, ანუ არ დახარჯა რა თქმა უნდა. ნუ ესე იგი კარგად თამაშობს რადიანტი და მაშინ დაახლოებით 1 წუთში ზუსტად პასუხობენ Wise Monkey-ი. რა თქმა უნდა მე უკვე ძალიან მაგარი თამაში 22 ნუ ემბერი 12 კილი გვაქვს 13 კილი გვაქვს უკვე. მაგრამ გაიქცევა რემნანტი ყავს სავარაუდოდ დატოვებული. ნუ მე უკვე შეგრძნება მაქვს ისეთი რომ კომპენდუმის კვესტი აქვს აღებული თიმებს 25 წუთამდე 45 ასისტი რაღაც გავსი სიტუაცია გვაქვს მეფზე. არ ჩერდებიან უბრალოდ ნახოთ ოლსნეიკი გადავიდა. საინტერესო აიტემები დავინახე სპექტრმა აწყო Blade Mail-ი. ხო რა ნუ რა თქმა უნდა ნუ გადაწყვიტა ალბათ რომ Radiance-ი არ წავა ამ თამაში რადგან ნუ 20 წუთამდე თავისთავად ვერ მოასწრებდა ისეთი ექშენი გვაქვს. ნუ Blade Mail-ი რა თქმა უნდა სპექტრის იმასთან ერთად Reflect-თან ერთად ძალიან სერიოზულად მოქმედებს და ეს სტალკერს მისდევენ. ნუ შეყვა თაუერში. ნუ ახლა ფხილად უნდა იყოს აქ ბრისტულბექი. თუმცა Cinderella Stories აქ დაგერი არ ვიცი, დაგერია აქ Cinderella Stories და უკვე არპი უფრო უკვე ველოდებით ინიციაციას მაგნუსისგან. Monkey King-იც არ უნდა იყოს შორს რა თქმა უნდა ამ ყველაფერსგან. კი. ნუ რუბიკი მეხუთე პოზიციის საპორტის შესაბამისად ღარიბია. ნუ შეტევა ტრიკიზი არ ეშინია გახსნა Blade Mail ტრიკის აკლდება რა თქმა უნდა ამ დროს დემიჯი. აიმალა იქ. ნუ ეხა ეფში მელი აქ ახლო ნახოთ კინექსილი არიციან გადმოვიდა Old Snake-ი პრობლემები აქ რუბიქს და რუბიქს მარტივად კლავენ. ამასობაში კი Warlock-ი მოკლეს mid lane-ზე უკვე დაიერება და ერთით ხო ნუ გაცვალეს საპორტები. ნუ ვიში ვხედავთ რომ მალე იქნება ძალიან Bloodstone-ი და და საკმაოდ კარგი აიტემია უკვე 20 წუთი არ არის თან ჯერ გასული და ტრიკის უახლოვდება Wise Monkey-ს 2-3 მოთამაშე ვნახოთ რამდენად შეძლებ ნუ ლოკდაუნი აქ არ არის რემნანტ დატოვებულია იმედია ხო შეიძლება ვერ მოაწევს რემს გაკეთება იმიტომ არპი შემოდის Cinderella Stories-გან ნუ რა თქმა უნდა გამართლებული იყო აქ არპი მიუხედავად იმისა რომ ერთი კაცი იყო აუცილებელი იყო ნახეთ 4 კაცზე გადანაწილდა 300 გოლდი ეს უკვე ძალიან დიდი ბონუსი იქნებოდა ერთი მოთამაშისთვის Split push-ი გრძელდება ნუ გამუდმებული ხო რა თქმა უნდა და თაუერი ერთი თაუერი აქვს თუ არც ერთი თაუერი აქვს დაკარგული Radiance ვერ ხედავ ჯერჯერობით არც ერთი არ აქვს დაკარგული რა თქმა უნდა სტანი 10 და Old Snake კარგია დასტი გამოიყენეს აწეულა ტინეკინესში და მშვენიერი კილი Old Snake-ზე ბრავო Wise Monkey-ს და ტელეპორტი წაართოს სხვა შორის რუბიკმა ბოლო წამს კი ნუ ჯერჯერობით მაინც აი ხედავთ რომ ბრისტმა გადაასწრო ნუ არა თანაბრად არიან ბრისი და ტიმბერი ხოლო Nature's Prophet-ი რა თქმა უნდა პირველზეა ნეტვორკში და ვიში ახლა ახლოს არის ნახოთ დემიჯი შემოვიდა ემბერი ორმაგი როტი და მოკვდა ემბერი გოლემები თუმცა ბრისტულბექის მოკვდება ძალიან დაბალი აქვს სიცოცხლე სტალკერი ამოდის წინ და ნუ რა თქმა უნდა ვერ გადაჭრა მელი გადმოვიდა ტელეპორტი გადმოდის რუბიკი უნდა გააკეთოს კარგია ბრავო ტრიკი აქვე ახლოს რუბიკი შეიძლება ასევე გაიცვალოს ტრიკი და გააკეთებს სოლოკის და ტრიპლ კილი ტრიკისგან ნუ ეს სერიოზული ბონუსია, თუმცა ღირდა რუბიკის აქციელი იმად, რაც მან გააკეთა. ხო, ნუ Radiant-ი 42 კილი მე-19 წუთი, ამას არავინ არ ელოდებოდა, ნუ ეს კომპენდუმის კურიერი, რომელიც ძალიან ლამაზია. ნუ საყვარელის და სასაცილოც, შემდეგ აპგრეიდებზე უფრო კარგია. ნუ მეორე Towers Tiers push-ავს უკვე. ხო, საბოლოოდ დაკარგავს უკვე მთლიანად lanes პრაქტიკულად, ანუ Towers გულისხმობ, რა თქმა უნდა,
Wise Monkey-ი, თუმცა აქ დასცი აი განათა დაინახეს ახლა Olsnake-ი და Olsnake-ი მოკვდება აქ სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ მოასწრებს, არპი დააწლის, თუმცა არ დაახარჯა. ეს სტალკერი შემოდის უკრიდან, აქეთ კი რუბიკი ცდილობს გადარჩეს, თუმცა მოკვდება ორმაგიარზე. ძალიან კარგი იყო ემპერი გადარჩა, თუმცა ვერ გადარჩა ნაისტალკერი. ნუ რემნანტი ყავს დატოვებული რუბიკს. ისევ თანაბრად არიან კილებში, ხედავთ არჩერდებიან. ტრიკის სწრაფი მაილსტრომი. კი. 6000 პლუსი აქვს ნეტვორკსით Rage Against, თუმცა ეს არ აისახება ფაიტებზე, არ ჩანს რა თქმა უნდა. ჯეჯერობით. ეს გეტყვი ხა ეს რა არის? ეს არის ის თავერები, რომელიც დაკარგა Wise Monkey-სმა და არა სიტყვაზე გმირების სიკვდილი, რა თქმა უნდა. ხოლო თავერებია. რომ მაინც გადაწყვეტა Radiance-ზე წასვლა. ჯეჯო აღებულია Quick Buy-ში, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს ყოველ წამს და ამას დაველოდებით. ნახავთ, Olsnake-ი უკვე ტოპზე არის. ცოტა საჭიროა რომ დაწყნარდეს სიტუაცია სპექტრი. არა, რატომ დაწყნარდეს? სიტყვაზე არც ერთი გუნდი მინუსში არ მიდის, ამით ეხა კი ორივე მხრიდან არის კილები, თუმცა მე მგონი ჯეჯერობით რაღაც კატასტროფული მდგომარეობა არც ერთ გუნდს არ აქვს. და მაგნუს მოკლავს ახლა ჩემი აზრით სოლოზე, აცდის რომ ჩააკომდეს, რუთს ვიხილავ, შრაინია მივიდა. შრაინი რატო არ გახსნა? აი, შეცდომა ჩემი აზრით რა არის, მაინც შეცდომა. ინვიზით შემოეპარა იქ. და ნახოთ აქ ძალიან ცუდი ტელეპორტი ბრუსელბეკისგან და იგიც შეეწირა ამ ყველაფერს. ვიჟენი არ ქონდათ როგორც ჩანს Wise Monkey-ს, -2 კაცი დაკარგეს. და ნახოთ აქ რა ხდება. არა, ნუ ორი ქორი ყდარი ყავთ და ეხა აქ მარტო სპექტრი ვერაფერს ვერ გახდება. Wise Monkey-ი. სპექტრი კი თავისთავად გაფუშავს tier's. ვერა, ბოლომდე ვერ გაფუშავს. 3000 აქვს მას უკვე ზევიდან და სავარაუდოდ გვექნება. მომენტალურად გადმოვიდა იქ კაუნტი, ცდილობს გაჯუკვას და ნახოთ სად გადავიდა უარეს სიტუაციაში ხო არ მოხდა, თუმცა არა. კარგად გადაიპარა სპექტრი. ნუ აქ სამნი ერთად დადიან გამუდმებით. ახლა აქ რა ხდება? არაფერი. უბრალოდ high ground-ზე დაიწყო ასვლა უკვე HS Prophet-მა და მე დარწმუნებული ვარ რომ პატარა ფაითი და ეგრევე იხელთებს დროს და გაფუშავს უკვე ბარაკებს უშუალოდ. ხო, ეხა უკვე როშანის დროც, ნუ არ ვიცი, არის შეიძლება თავისუფლად Radiant-მა როშანი მოკლას. Solar Crest-ი აწყო ამასობაში ვიშმა. ვიშმა? კი, დევარდი. აქ მოდი უცებ გადავხედოთ აიტემები კიდე სანამ. აიტემები ვნახოთ, ხო. რუბიკი გასაგებია. აქ უნდა იყოს, რატომ გაიცა? რა ხელა დემიჯია ჩეინებისგან შეხედეთ. მაგრამ გაუმართლა. ქორეების აიტემებს გადავხედოთ. ვახსენე როშანი მეილსტრომი და შივას გარდი თვიქისგან საინტერესო გადაწყვეტილება Olsnake-ს რაც შეეხება. ნახოთ ნეკროებზე არ მიდის როგორც ჩანს, ანუ აგრესიულ carry build-ზე მიდის HS Prophet-ი. ვეო ნუ გასაგებია, სკეპტერს აწყობს. ვიშს რაც შეეხება, მას აქვს უკვე Bloodstone და Solar Crest-ი. შემდეგი Quick Buy-ში შივა არის საინტერესო, ორ შივას თუ აწყობს Rage Against-ი. ხო რა მოხდა? და მაგნუსი რა შვება იქ? არაფერი, შეეცადა რომ მოეპარა სტალკერი, თუმცა წარუმატებლად, ნუ ეხლა როშანს დააზღვევენ მაქსიმალურად Rage Against-ი. რა თქმა უნდა, ვეო აქ გარეთ გას თავისთავად. მაინც ფრთხილობენ Rage Against-ი. ნახოთ უკვე ასე თუ გაიცდი გამოკვეთილი ქერი არ არის გუნდში, თუმცა ესე და დაიზნენ რაჩეინი სამკაცზე. ნახეთ როგორ აკონტროლებენ ვიში და ტრიკი, ვიში შევარდა, ყურადღების მიქცევა უნდა ერთკაციანი არპი, თუმცა ეს არპი ნუ არ გამოყენდება და მაგნუსი დაეცა. აქეთ კი ბრისს აქვს პრობლემები, მაგრამ ყველგან ფაითი არის. ნახოთ ვარლოქს მიდოს ბრისლი, აქ სპექტრი მარტო არის, ტიმბერი ძალიან დიდი დემიჯი ხემოუჭრა მანქის და მოკლა. ნუ რუბიქს მიდოს სტალკერი და ვიში მარტოდ დარჩა ორ ქორესთან და ნახო ემბერისგან დაბლ ჩეინი შესანიშნავი. ნუ აკაითებენ სპექტრს და ბრისლსაც ახლა და გადმოვიდა Monkey King-ი, Wukong's კომანდი ნახოთ სტალკერი დაეცემა, ტიპი აუტი გააკეთა ბრისლმა და ორმაგი ბაიბექი. ეს ძალიან დიდი დანაკლისია, როგორც ცდილობენ რომ როშანი არ დაუთმონ, კიდევ ერთხელსა და სკივერი, თუმცა დაიჭირეს პირიქით მაგნუსი. სინტერლატოს უკვე პრობლემები აქვს და მას ბაიბექი არა აქვს, როგორც ნახეთ უკვე გაკეთებული შემდეგ ოტიტის აქ ახლა უკვე პრობლემები, რომელსაც მიზევს ტრიკი უკან
Timberso ეხმარება მას რა თქმა უნდა და პრობლემები აქვს ხო ბაიბექი მასაც გამოყენებული მას ავადოთ მოკლავენ ვერ ხედავ ხო მოკლეს უკვე პრობლემები ასევე იქ Noise Prophet კარგია უკვე ტიპიკალ სლიმის გადმოვიდა ხედავს ორკესტრებს ვის მიდევს Blade Mail-ენ გახსნილი ტიპიკალ სლიმი რომელიც რატომღაც უკან გადის ტრიკი აკეთებს ტელეპორტს და გაიქცევა იგი და ვისშიც გავა ამ ფაიტიდან გააღწიეს კი 4-2-ზე გასვლა საბოლოოდ იმიტომ რომ 2 ბაიბექზე გაკეთებული რომელიც გააკეთა მაგნუსმა და მანკიკიკმა ორივე კიდევ ერთხელ მოკდა და 4-2-ზე საბოლოო ჯამში გაცვლა. ნუ მიუხედავად იმისა რომ ორმაგი დაიბექი გაკეთდა Wiseman-კისგან goal change-ი სულ რაღაც 700 იყო, მაინც არ არიან უპირატესობაში Rage Against-ი და Radiance-ი დაასრულა 25 წუთისთვის საკმაოდ კარგი დროა. ჩვენი შედეგია. ეს უკვე game changer item-ია და სულ სხვანაირ ფაიტებს ვიხილავთ. მე დარწმუნებული ვარ. მაგრამ თავარი მაინც მიმაჩნია რომ უნდა კარგად გინყავს გამოყენებული RP ჯეჯობით იქ ძალიან ბოლო მომენტში რომელიც ემბერზე იყო თუ არ ვთქვი მარტო გაკეთებული ცოტა არ გამოუვიდა Cinderella Stories ხო პლუს ძალიან შორს იყო ამ ყველაფრისგან Monkey King-ი ნუ მოკლედ RP დაიხარჯა წყვილობაში აქ მოგტება მელი ძალიან მარტივად შემოვარდა რემონტები და ასევე ტრიკი ჩაკეტეს აქ აი RP კარგია სამკაცემ ჩვენიერია თუმცა Cinderella Story უკაში აქ რა თქმა უნდა თავის ბაზაში აქ ტიპიკალ სიმს გაუჭირდება ყველაფერი არ ეყოფა მას დემიჯი რა თქმა უნდა გოლები ჩავარდა თუმცა მოგტება აქ Warlock-ი მისდევენ ტრიკის ძალიან და დემიჯი აქ შევარდა უკვე შიგნით დაივიარი რა თქმა უნდა უკვე შიგნით ბაზაზე რა ხდება -4 ვეოს პრობლემები აქვს თუმცა გავა ამ ყველაფერს ჰოტიტი დარჩა მხოლოდ დაიერისგა და იგი გაიქცევა ბაზაზეავა. -4 Wiseman-კის საწინააღმდეგო, თუმცა ანუ რაღაც იდეალური RP ვიხილეთ, თუმცა რატომღაც ვერ მოხდა კონცენტრირება RP-ზე და იქ teamfight-ი შემოუბრუნდა ცუდად და ნახოთ უკვე ფუშავენ უშუალოდ high ground-ს Rubik-ს რა თქმა უნდა პრობლემები აქვს მოკლავენ ახლა ძალიან ბევრჯერ კვდება Rubik-ი ვერაფერს ვერ აკეთებენ დასაცავად -4 არის. ფიდია პატარა ფიდი მიდის უკვე კი ძალიან მაგარი RP გამოვიდა მაგრამ არ ვიცი ცოტა დააკლდა იქ high ground-ზე რო ამოიყვანა იქ სამი კაცი მაგნუსმა უბრალოდ მარტო სხვაშო საწავიო თუ მაგნუსი მე მგონი მოკლეს ხო იმ ამოყვანიშებს მოკლეს და უბრალოდ ტიპიკალ სიმი იყო დარჩენილი მარტო და უბრალოდ დემიჯი არ ეყო რა თქმა უნდა კარგი შემოგდება ვეობს ჩვენიერია და კლავს მას უკვე ტაუერის დახმარებით კლავენ მას ხო სტალკერს რა თქმა უნდა გახსნა აქ უნდა გაეკიდნენ არაფრით ოციკმა Blade Mail-ი მე რამდენი ფაიტში ვხედავთ რომ ვიში და ტრიკი ძალიან სუფთად გამოდიან მშრალად გამოდიან ფაიტიდან და როშანს დაამთავრებს Old Snake-ის მარტო არ არის ეს მისთვის პრობლემა ნუ ვერ ახერხებენ კონტროლის მოპოვებას ვიშზე და ტრიკიზე ორ კორეზე რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ფაიტში რა თქმა უნდა ანუ ეხა გადავხედოთ networks უკვე ნუ 16000 არის ხო პლუს 16000-ის Radiant-ი თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ არანაირად teamfights არ ეტყობა ეს უპირატესობა ძალიან თანაბრად არიან ორივე გუნდები მაგრამ მე მინდა ანუ უფრო კარგად მოხდეს რეალიზება RP-ს რომელსაც როგორც ველოდებით კიდევ ერთხელ შესანიშნავად აკეთებს Cinderella ბოლო უკვე კარგი იყო საბოლოოდ არ გამოვიდა ყველაფერი კარგად, მაგრამ ნუ კიდევ ერთი პრობლემაა მაგნუსისთვის, რომ საკმაოდ ბევრი AOE დემიჯია თუნდაც Warlock-ის სპელები და იქ ემბერისგან Maelstrom-ი, ნუ დაგერი ჯერჯერობით არ გათიშვია და RP შეცდომით არ გაუკეთებიათ. და Lenovo ახლა ტელეპორტი დაწყდა და ხედავენ ულტი, ტრიკი ახლოს არის უკვე RP. ვიზე Warlock-ზე თუ არ ვთქვი Warlock-ს მოკლედ თუმცა შემოვარდა აქ რემნანტები ტაცი ტელეკინესი მაგნუსი მოკდა ასევე უკვე კომანდი გაშალა აქ ჰოტიტი მოსეიკი 1-1 არის ჰიურკი ბაიკი უკან გაიწოდა 1-1-ზე მოკლა სოლო კილი გააკეთა თუმცა -3 უკვე რადიანტის შესრულები ბიზონი ოსეიკ კოტიკა მისდევს მას შეიძლება კილს გააკეთა ჩაკეტა ხეებში იგი ვიში უკიდა კოტიკი კვდება თუმცა რა უნდა ქონდა აქ Nature Profits იმორტალი და გაცოცხლდება იგი ტიპიკალ სლიმი დარჩა ხოლო დაიერის თიმისგან და იგი უნდა გაიქცეს აუცილებლად გამართული ერთხელ რადიანსი და შეუბრუნდა რატო ვეო უკვე თამაშობ Blade Mail-ი გახსნილი აქვს და შეიძლება მოკვდეს აქ უკვე მარტივად სპექტრი და -5 ვიში is unstoppable Team YP Rage Against-მა გააკეთა Team YP ნუ gold change fight recap-ი ვნახოთ მოდი fight recap-ი თუ შეიძლება ნუ მაინც არ არის დიდი gold change, ნუ მაოცებს უკვე. იმიტომ რომ მოკლეს იქ ხედავთ ტრიკი. მოკდა მანამდე Warlock-ი. ეხლა ამაზე მნიშვნელობა გიმტო თავარია ხო. ადის ნიშნული უკვე networks-ის განსხვავება. აქ დაივი ვიშისგან, თუმცა არ ეშინია მას არაფრის მელს აქ ძალიან დიდი პრობლემები და მელს მოკლავს იგი და მოკალას უნდა დაამტოს Boundless Strike მშვენიერი. კარგია. გაიხადა ვიში. მოკლა მაინც საბოლოოდ ვიშმა იქ
და დაბრუნდა რას მაგრა თამაშობს. ბრავო. ძალიან დიდი აგრესია, ემბერის გადმოვიდა და ეხლა შებრუნდებიან ორივე. აგ რემნანტში ცდილობდა სინდერელას თორე დაებრუნებინა უკან ემბერს მით თუ არ გამოვიდა. სოლარ კრესტიალებს უკვე ვირს, თუმცა თავისი ჩეინებით და ცდილობს რა თქმა უნდა ტრიკი დრო მოიგოს. თავიდან შევიდე ვიში უკვე დაიუსაკეთებს ტრიკი და უკვე ძალიან დიდი პრობლემები აქვს ვაიზმანკის, მოკვდა ბრისელბეკი, მიყვა მას ასევე მანკი კინგი და ფაუერზე შეტევა უკვე. კი ნუ ეხლა ცდილობენ ვის ვერ აჩერებენ? არა, ვერ აჩერებენ. ნუ არპი გაკეთდა აქ ვარლოკზე, ორმაგის კივერი, ნახოთ გოლემები მომენტალური, ვიში შემოვარდა და -4 ვაიზმანკისთვის. სპექტრი დაბლ კილი, ძალიან საჭირო დაბლ კილი, ნუ სტალკერს არ უნდა გაეკიდოს, გოლემი უნდა მოიშოროს სტრაფად. ოლსნეიკი ნახეთ რა აგრესიულად თამაშობს, სპექტრი დაიჭირეს და ისევ team wipe-ი, ნუ ბაიბექი სპექტრისგან რომელსაც უკვე აზრი არ აქვს ამ სიტუაციაში 4 წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, დაკარგავენ ქვედა ბარაკს, ასევე ზედა ბარაკს და ნახოთ დაიბექს გააკეთებს თუ არა სპექტრი. ბაიბექი გააკეთა სპექტრი. დაიბექი. მავატიე. ნუ ვიში არაპირებს როგორც ჩანს სპექტრის გაშვებას უნდა რომ ეს იქნება თამაშის დასასრული თუ სპექტრი მოხდება ჰოტი გადმოდის თუმცა ნახოთ ვის ვერ დაიჭერენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მობილობა და მოხდა ბონდალ სტრაიკი სპექტრი არა მაინც ვერ იჭერენ დაგერი კი ბოლოს დადებული ასევე ურნა ერთი დარტყმა საჭირო კარგია 747 გოლდი ბრავო საპასუხო დაკარგეს ქვედა ბარაკი ნუ ზედაც მიყვება შემდეგ ფაიტში და ნუ სტალკერს ეძებენ ოლსნეიკი იქიდან უახლოვდება რამხელას სურთხამს იქ ნეიჩის პროფეტი ხედავთ ჰოტიტის და ჰოტიტის მოხდება ვეო გააკეთებს დაფილკის სავარაუდოდ არა მაინც ოლსნეიკმა შეერგო ეს კილი ტიპიკალურად მარტო გაუშვებენ ოლსნეიკს და გაუშვებენ რა თქმა უნდა შეინებით კარგად შეაჩერა აქ შეტევა ტრიკი ბრავო ნუ ისეთ გმირებთან როგორიც არის ტიმბერი და ემბერი ნუ ძალიან დიდი ლოკდაუნი ვეო შეხედე რას უშვება 1-1-ზე მაგნუს მოგდება მაგნუსი ვერ მოასწრებს არა გადარჩა თუმცა მუშაობს ჯერ ურნა მოგდა საბოლოოდ ბრავო ნუ ხედავთ რომ ლოკდაუნი აშკარად არ ყოფნის ვაიზმანკის ნუ სპექტრი და ბრისლი არიან გმირები რომელსაც საერთოდ არ გააჩნიათ დიზეიბლი ხოლო ტელეკინეზი და ბონდოესტაიკი ვერ აკეთებს ტანი ძალიან დაბალია და რას უშვებიან სპექტს აქ უბრალოდ ნუ 108 წამით გაუშვეს სპექტრი და ეხლა თავისუფლადაა შესაძლებელი მთლიანი ბაზა გაიტანოს ნეიჩეს პროფეტმა და დამთავრდეს პირველი სერიოზული ექშენი ვიხილეთ ძალიან კარგი თამაში იყო ნუ ჯერ არ დამთავრებულა მოდი მაინც დაველოდო დასასრულს და ახლოსა ვარ ძალიან მარტივად კლავენ ასევე ბრისელბექს რომელს ნუ ოლსნეიკი ძალიან კარგად და საჭირო აიტემი იყო ოლსნეიკისგან სილვერეჯი რომელიცაც პასიურ შესაძლებლობას უთიშავს სპექტრსაც და RP-ზე თუმცა რაღაცა აქ ამ RP-ის ორ კაცზე შეიძლება მოკლან ტრიკი გაიქცევა ჰოტიტის საშინელი უკოს კომანდი და ჯიჯი დაიწერა 1-0 1-0 რეიჯ ეგენსტის სასარგებლოდ შევისვენოთ ცოტა ხანი და დავბრუნდებით მალე მადლობ